სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს არ აქვთ მოლოდინი იმის, რომ მეორე ინსტანცია პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. უფლებადამცველები კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ეს საქმე არის შეკერილი და 8 სინდისის პატიმარი არის სრულიად უდანაშაულო. ასევე არ არის გამორიცხული, რომ დღეს თავად ბრალდებულ ისარგებლონ დასკვნითი სიტყვის უფლებით და მეორე ინსტანციის მოსამართლეს პაატა სილაგაძეს ოჯახის წევრების განმარტებით კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ქართულმა ოცნებამ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ საქმე შეკერა და ეს პირველ ინსტანციაშიც მათი განმარტებით საკმაოდ კარგად დადასტურდა. რა თქმა უნდა, ნულოვანია, რაიმე პოზიტიური მოლოდინი რო გქონდეს, მაშინ როცა ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის ციხეში უშვებენ, ასეთი მართლმსაჯულების მქონე ქვეყანაში არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეს ადამიანს. ერთი დამაკმაყოფილებელი რამ მოხდა სააპელაციო ინსტანციაში, ეს არის სახალხო მეგობრის მოსაზრება წარდგენილი. ნახოთ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დარწმუნებული ვარ, არ გაითვალისწინებს, თუმცა პოზიტიური იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მოლოდინი გვაქვს, არ შეიცვალ მინიმუმ განაჩენი მაინც არ შეიცვალოს და დარჩეს ძალაში. მაინც ვფიქრობთ, რომ არაფერი არ დამტკიცდა და რაღაცატო ვფიქრობთ, რომ იქნება და სააპელაციომ რაღაცა თვეები მოაკლოს. ამ მოლოდინში ვარ, თუმცა შეგვებული ვართ ყველაფერს, რომ ეს პროცესები ისე დამთავრდება, რომ მოიხდიან სასჯელს. ჩვენი პატიმრები ეს ჩემი შვილი მათ შორის. ჩანიშნულია მეორე პროცესი 16 მარტს და 16 მარტს დასრულდება სავარაუდოდ და მაშინ დადგება განაჩენიც. სავარაუდოდ დღეს მეორე ინსტანციაში არ იქნება ბოლო სხდომა, რადგან 16 მარტს არის შემდეგი სასამართლო პროცესი და სავარაუდოდ უფლებადამცველების ნაწილი სწორედ 16 მარტს იტყვის დასკვნით სიტყვას და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს იყოს დღე, როდესაც მეორე ინსტანცია 8 სინდისის პატიმრის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.